მოგესალმებით მეგობრებო, დილის 6 საათის ციკლიდან, რომელიც მიმდინარეობს რომის უძველეს ნაწილში დათვალიერების მიზნით. მე უკვე მარცხენა მხარე დავაათვალიერე, ეხლა გადმოვიდი მარჯვენაზე და თქვენთან ერთად ვისიამოვნებ ამ ყველაფრით და თან მოვყვები რომის ისტორიას. დილის 6 საათია რომში და მე გამოვედი ძველი რომის დასათვალიერებლად, იმიტომ რომ გუშინ ვერაფრით ვერ მოვახლოვდი ამ ადგილებს. უზარმაზარი მდინარესავით ხალხი მოედინებოდა ამ ქუჩებში. ეხლა შევეცდები თქვენთან ერთად დავათვალიერო ძველი რომის ნარჩენები, ნანგრევები, ნაკვალევი, ასე ვთქვათ და თქვენთან ერთად განვიცადო ეს შეგრძნება და ასევე მოვყვები რომის ისტორიასაც. აქ ყველა ძეგლი, აბსოლუტურად ყველა ძეგლი არის ჩვენ წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნემდე. თითქმის ერთი სვეტი როგორ მარტო და საწყლად არის შემორჩენილი. აი საოცარი დამეთანხმებით რაღაცნაირი მძიმე აურა აქვს ამ ყველაფერს, მძიმე და უძლიერესი აურა, იმიტომ რომ 100,000-ობით ადამიანის ტკივილი, განცდა, სიხარული, ემოცია აქვს ამ შესრუტული ამ ფილებს. მინდა განახოთ ამ რომაულ ფორუმში, ანუ ამ ძველ ანტიკურ ქალაქში, როგორ გვირგვინივით დგას თეთრი შენობა. ახეთ აი ამ თეთრ შენობას, რომელიც მართლაც იტალიელებს იტალიური თავისუფლების სიმბოლოდ ჩაუდგამთ აი ამ ანტიკური ხანის პომპეზურ რომში. ერთ დროს დანაწევრებული, დაცალკავებული და რა ვიცი და დაქუცმაცებული იტალია, როდესაც გააერთიანეს 1800 წლის 1871 წელს ვიტორიო ემანუელ მეორე სახელობის შენობა აშენდა ზუსტად აი ამ ადგილზე, რომაულ ფორუმზე, სიმბოლოდ რომაული თავისუფლების და ძლიერების. აი ნახეთ, ეს შენობა ნამდვილად გვირგვინივით ადგას აი ამ პომპეზურ რომს. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ რომის იმპერატორებმა შესანიშნავად წარმართეს რომის ბედი და იმ ცივილიზაციის ბედიც, რომლის მემკვიდრეებიც ისინი გახდნენ. გულისხმობ ბერძნულს, ეგვიპტურს, შუამდინარულ ცივილიზაციებს. მთელი მსოფლიოს დაპყრობილი ხალხთაგან შემოდინებული უზარმაზარი სიმდიდრით ააშენეს საოცარი სასახლეები, საოცარი ქალაქი, რომელიც დღემდე მნახველებს საოცარ შთაბეჭდილებას უწევს და savizito ბარათად ითვლება ძველი კულტურისთვის, ასე ვთქვათ, ძველი ცივილიზაციებისთვის. მე ისევ რომის ფორუმზე იმყოფები, ეხლა შევატრიალებ კამერას და ისევ რომის ფორუმს დაგათვალიერებინებთ. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს აქვს დაცემის პერიოდი, რომსაც დაუდგა ეს პერიოდი და ეს იყო უკვე მე-4 საუკუნის ბოლოდან მე-5 საუკუნის დასაწყისში. დაიწყო ხალხთა დიდი გადასახლებები, უზარმაზარი რაოდენობის ტომები შემოვიდნენ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან და მოაწყდნენ რომის ამ უმშვენიერეს ქალაქს. ამ ტომებმა, ჰუნებმა, გოთებმა, ვესტგოთებმა განადგურეს, რასაც ქვია ქალაქი, დალეწეს, ვანდალებმა რაც ვერ წაიღეს, აი ეს აბსოლუტურად ყველაფერი დაფშვნეს, ყველანაირი ხელნაკეთი, ყველანაირი კულტურა, ყველანაირი ხელოვნების ნიმუში მიწასთან გაასწორეს. ასეთი რამ სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ მსოფლიოს კაცობრიობის ისტორიაში არავის არ ჩაუდენია, როგორც ვანდალებმა ჩაიდინეს. ეს დიადი ქალაქი მიწასთან გაასწორეს და საბოლოოდ რომი უკანასკნელი იმპერატორი დაქირავებული ტომის ბელადმა ოდოკარმა ჩამოაგდო და თვითონ დაინიშნა მმართველად. აი ეს სისხლისგან დაცლილი, გაძარცვული და გაუბედურებული რომი საჯიჟგნად დასჭა უბირი, საერთოდ გაურკვეველი წარმოშობის ტომებს. მაშინ უკვე კონსტანტინე დიდს გადატანილი ჰქონდა ქალაქი ახალ რომში, აღმოსავლეთ რომში ასე ეწოდებოდა მას და დასავლეთ რომის იმპერია დარჩა უპატრონოდ. უკვე აღარავის აღარ ეცალა რომისთვის მისახედად. აღმოსავლეთ რომის იმპერატორებსაც ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდათ. და აი ამ პერიოდში ძალიან დიდი ავტორიტეტი შეექმნათ პაპებს, იმიტომ რომ უპატრონ დარჩენილი რომის გადარჩენა არავის არ შეეძლო, მხოლოდ პაპებს შეეძლო ჰქონდათ თანხის საშუალება, რომ ჯარი ექირავათ და როგორმე მოსახლეობა დაეცვათ ამ უბირი ხალხისგან და ამათი ძარცვა გლეჯისგან. სწორედ ამ პერიოდში უზარმაზარი ავტორიტეტი შეიძინა რომის პაპმა. ისინი დაჟე იმასაც თვლიდნენ, რომ კონსტანტინე დიდმა მემკვიდრეებად დატოვა პაპები რომის სამართავად და ამისთვის ყალბი დოკუმენტიც კი შექმნეს.
რომი იყო დაცემული ამ პერიოდში აი სისხლისგან დაცლილი, რასაც ქვია და ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდნენ ჩრდილოეთიდან, საფრანგეთის ტერიტორიიდან დაწინაურებული ტომები, ვინმე გალელები, რომლებიც მეთაურმა მეროვიხმა ჭკუა იხმარა და მისი ჯარი მონათლა ქრისტიანულად. ამით ძალიან დიდი ესე იგი ავტორიტეტი მოიპოვა პაპის თვალში. ისინი რაღაცნაირად შეზავდნენ და დაზავდნენ ერთმანეთთან და ერთობლივად დაიწყეს ბრძოლა უკვე ამ მომთაბარე ტომების წინააღმდეგ. სხვათა შორის ამ გალელი ტომების ბელადმა მეროვიხმა, რომელმაც ჯარი მონათლა, ძალიან მობიერად და მოზომილად დაიკავა, ასე ვთქვათ, იტალიის ტერიტორიები. ამის შემდეგ მართველი მეფეები იყვნენ ცოტა ზარმაცები და მათ მართავდათ მაიროდრომები, ეგრეთ წოდებული და ვინმე კარლოს მარტელი იყო ასეთი, რომელმაც სოფლიო ასე წერენ ისტორიაში, რომ სოფლიო იხსნა არაბებისგან. მე ხა გავაგზავნებ, რომ რომის მეორე ფორუმზე გადავიდეთ და კიდევ დაგანახოთ. კარლოს მარტელმა სოფლიო იხსნა არაბებისგან და სწორედ ამ კარლოს მარტელის შვილმა პიპინ მოკლემ მოითხოვა რომის პაპისგან მეფობის მიღება და დანარჩენი მოქმედი მეფე ბერად აღკვეცა, იმიტომ რომ თვითონ აკეთებდნენ ყველაფერს. სანაცვლოდ პაპს ლომბარდია აჩუქა და ასე ჩაეყარა რომის ოლქს საფუძველი და ვატიკანიც ახლა იმიტომ არსებობს. თუმცა მოგვიანებით პაპები იძახდნენ, რომ ეს ყველაფერი კონსტანტინე დიდმა დაუტოვა მათ მემკვიდრეობით რომის სამართავად და უბრალოდ პიპინ მოკლემ ეს ყველაფერი დაუბრუნა მათ. სინამდვილეში ეს ასე არ იყო. თუმცა პიპინ მოკლის და კარლოს მარტელის შთამომავლობამ შვა ისეთი გენიალური და დიდი პიროვნება ისტორიაში, როგორიც იყო შარლემანი, ეგრეთ წოდებული კარლოს დიდი მოგვიანებით, როგორც ის მონათლეს. სხვათა შორის კარლოს დიდი იყო ერთადერთი მეფე, რომელმაც მართლა ის საზღვრები დაუბრუნა რომის იმპერიას, რომელიც მას ჰქონდა მანამდე, დაამატა კიდეს მე მგონი ჩრდილოეთის მხრიდან და კარლოს დიდი პირადად რომის პაპმა მონათლა და აკურთხა იმპერატორად და მას ეწოდა საღვთო რომის იმპერატორი. ასე გაერთიანდა და აღდგა რომის იმპერია უკვე სხვა ეროვნების იმპერატორების მიერ, ასე ვთქვათ, თუმცა ეს ხდებით ალბათ ის აღდგენა აღარ იყო, რაც მანამდე ნამდვილად რომაელი იმპერატორების მიერ ხდებოდა ეს ყველაფერი. კარლოს დიდის შემდეგ ეს საღვთო რომის იმპერია სამ ნაწილად დაიშალა მის შვილებზე, დაერქვა გერმანიის იმპერია, გერმანიის, იტალიის და ავსტრია-უნგრეთის მე მგონი. ესე დაიშალა სამ ნაწილად. ამის შემდეგ იყო კიდე ძალიან ბევრი კრიზისული პერიოდები რომის ისტორიაში, ჯვაროსნული ომები და 1000 რამ, მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ აქ შევჩერდები და მხოლოდ ძველ რომზე საუბრით შემოვიფარგლები. ანტიკური რომის ნარჩენები, უზარმაზარი მარმარილოს სვეტები, აღდგენილი სხვადასხვა დროსა და ეპოქაში და ეს არის ტრაიანეს სვეტი, რომელიც ტრაიანეს რაღაც გამარჯვების საპატივცემლოდ მიუძღვნეს და აღმართეს თურმე და ეს არის სვეტი, რომელსაც შიგნით აქვს ღრმული დახვეული სპირალური კიბე და ადის აი ამ ბაქანზე. აქვს ძალიან ბევრნაირი გამოსახულება ზედ, ანუ არის მთელის ამბები, ეპოქების მიხედვით მე მგონი მოყოლილი ომები, კარგად არის აღწერილი რომაული აბჯარი თუ ჩაცმულობა თუ რიტუალები თუ ასე შემდეგ. თვითონ ტრაიანე ძალიან ბევრჯერ არის კიდე გამოსახული ამ სვეტზე, ძალიან დიდი მეცნიერებისთვის ძალიან დიდი და შესანიშნავი არტეფაქტი იყო ეს სვეტი, ალბათ, იმიტომ რომ მასზე ძალიან ბევრ რაღაც ინფორმაციას ამოიკითხავდნენ ძველი რომის შესახებ და დარწმუნებული ვარ ჩვენ რაც ვიცით რომის შესახებ ამ სვეტის ძალიან ბევრი და დიდი დასახურება არის. მეგობრებო, განვაგრძობთ ექსკურსიას რომიდან დილის 6 საათის ციკლიდან, მინდა გითხრათ რომ უკვე 7 დაიწყო. ეს არის კასტერის და პოქსის სვეტები, პოქსის ტაძრის სვეტები, შემორჩენილი აი 3 ცალი, აი წარმოიდგინეთ რა დიდებული უნდა იყოს. ეს თეთრი შენობა განმეორდები და არის ახალი 1800 წლის შემდეგ აშენებული. იტალიის დამოუკიდებლობას მიეძღვნა და აქ ჩადგეს შუა ანტიკური რომის
გვირგვინად, ასე ვთქვათ. აი იქეთ ჩანს 5 სვეტი თავისი ულამაზესი თაღით. ეს არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე ანდრე ქრისტიანული საუკუნეების ძეგლი. 5 სვეტი კი არა, უკვე უფრო მეტია, სავარაუდოდ კარგად არ ჩანს აქედან. ეს არის სატურნის ტაძრის სვეტები, როგორც ვფიქრობ და ვამსგავსებ ახლა, რომელიც რამდენჯერმე დაიწვა სხვათა შორის და შემდეგ ეწერა, რომ ჩვენ წელთაღრიცხვის პერიოდში რომაელ იმპერატორებს და სენატებს როგორ აღუდგენიათ ის არაერთ გზის. ეხლა მხოლოდ წინა ფასადი არის შემორჩენილი. ალბათ მე როგორც ვატყობ, აი ამ ტერიტორიაზე ესე იგი არ არის მხოლოდ ერთი ძეგლი, აი როგორ გითხრათ, მხოლოდ ერთი ძეგლი გულისხმობ დაანგრეული, ანუ ოდესღაც რაღაც დაინგრა, შემდეგ ეტყობა სხვა აშენდა, მერე ისიც დაინგრა, კიდე სხვა აშენდა და რამდენიმე საოცარი ძეგლი არის ერთად, ერთ პატარა მონაკვეთზე, საოცრება ნამდვილად. აი გვერდიდან ჩანს როგორი ტაძარი, რომელიც წინა მხრიდან არის აქ საოცარი ხედი, მე როგორმე მოვხვდები იქ, აი მაღალი სვეტებით ვამბობ. ის კიდევ არის ტრაიანეს აბანოები, როგორც სურათიდან ვცნობ. საოცარი სპა-ცენტრი ჰქონდა გაკეთებული ტრაიანეს. მოკლედ, ხა გავჩერდები და შემდეგ კიდევ გადავალ შემდეგ მონაკვეთზე. აი ესენი ძალიან მინდა თქვენც ესე ახლოდან შეიგრძნოთ. დილამშვიდობის, ისევ როგორც დაკვირდით მივემართები იმ 3 ულამაზესი სვეტისკენ, რომელიც გამოჩნდა წეღან შორიდან, ეხლა მივუახლოვდი და მე ზოგიერთ ფრაგმენტებს ტაძრისას ვცნობ და იმედი ამასაც ვიცნობ, რომელი არის და თქვენთან ერთად დავათვალიერებ ახლოდან. აი ხა შევატრიალებ კამერას. ვაუ, რა მაგარია. ამას შეხედეთ. ანხელა კიბეები. ეს სვეტები რო შეკეთებულია წლან საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა პერიოდში ეტყობა შეაკეთ. ესე ნახეთ როგორი ქვების აგურის და მარმალიროს სინთეზი არის. აი ნახეთ. ღმერთო ჩემო. აი ეს 4 სვეტი, ვაიმე ეს ნამდვილად არის, ეს რაღაც დიდი ტაძრის ნარჩენებია და დიდი ტაძრის კომპლექსის და ნამდვილად არ ვიცი. ვერ ვცნობ, იმიტომ რომ ვესპასიეს ტაძარს ჰქონდა ესეთი სვეტები, მაგრამ ის რაღაცნაირად სამ კუთხედს ქმნიდა იმისი სვეტები, ესენი კიდე მწკრივზე არის აღმართული. ვერთო რა დიდებულია. აქაც კუთხეში ნახეთ რა საოცარი რაღაც არის. არ შემიძლია, გავჩუმდით მთელი რაღაცების მოყოლა მინდოდა რომ ის ამბებზე, მაგრამ აღარ შემიძლია. აი მართლა საოცრება. საოცრებაში ძველი რომის ტერიტორიაზე ღმერთო რა კარგია დილით, თუმე რა ცოტა ხალხი არ მჯერა. როგორ კარგად შევიგრძენი დღეს ყველაფერი ვერ წარმოიდგენ, თან ბოლო დღეა და უკვე მოვფრინა.